Alhamdulillah, wassalatu wassalamu ala rasulillah. მოგესალმებით ყველას. ალლაჰის რაჰმეთი, მისი წყალობა და მფარველობა არ მოხლებოდეთ. დღეს არის ხუთშაბათი, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ ყოველკვირეულ ლექციებს. წინა ლექციებზე, წინა რამდენიმე ლექციაზე ჩვენ წავიკითხეთ ყოველდღიურ ფარდ ნამაზებთან ერთად არსებული სუნნეთების შესახებ ჰადისები. სუნნეთები ჰადისებშია მოხსენებული, ყურანში, აიეთებში არ არის. შუა ალეისალათუ ვესალამის მიერ შესრულებული საქმეა და აქედან გამომდინარე ამ საქმის შესასწავლად, ამ საკითხის შესასწავლად ჰადისებს ვკითხულობთ. წავიკითხეთ დილის ლოცვის, შუადღის ლოცვის, სამხრობის ლოცვის სუნნეთების შესახებ ჰადისები. დღეს ინშაალლაჰ წავიკითხავთ ჰადისებს, რომლებიც ეხება საღამოს ლოცვის სუნნეთებს და ძილის წინა, ანუ იასის სუნნეთებს, რაც ეხება. ეს ორი გავაერთიანე, რადგანაც მათ შესახებ ჰადისები ერთი და იგივე ჰადისებში არის მოხსენებული ეს ორივე ნამაზი და აქედან გამომდინარე. პირველი ჰადისი, რა თქმა უნდა, თანმიმდევრობით ვიწყებთ. ზოგიერთ ნამაზს აქვს წინა სუნნეთი და შემდგომ ფარზის შემდეგ სუნნეთი. აქედან გამომდინარე, ჯერ თანმიმდევრობით ვიწყებთ წინა სუნნეთები. عن عبد الله المزني رحمه الله عن النبي صلى الله عليه وسلم قال عبد الله المزني قد مكتمس روم الله شو موالما صلى الله عليه وسلم تقوى صلوا قبل صلاة المغرب سغموس نمازის წინ ილოცეთ ნამაზი. საღამოს ნამაზი ჩვენში ასევე ცნობილია როგორც ახშამ ნამაზის სახით. და ამ ნამაზის წინ ნამაზი ილოცეთ, სანამ ფარზზე დადგებით. قال في ثالثة შუამალ ალეისალათუ ვესალამმა ეს სიტყვები სამჯერ გაიმეორა და მესამე ჯერზე თქვა ლიმენ შაე, მათ ვისაც ამის სურვილი აქვს. ანუ ილოცეთ ახშამ ნამაზის წინ ნამაზი იმ ხალხმა, ვისაც ამის სურვილი გაქვს. და შემდგომ ჰადისის გადმოცემა დასცინა კერაჰიატე ან იეთხიზეჰა ნასუ სუნნეთენ. შუამალ ალეისალათუ ვესალამმა ეს იმისთვის დააყოლა, რომ მას არ უნდოდა ხალხს ეს ნამაზი სუნნეთად ექცია. ანუ აუცილებლად შესასრულებელი, როგორც მაგალითად საღამოს ნამაზის სამმუხლიანი ფარზის შემდეგ ჩვენ ყოველთვის ლოცულობ ორ მუხ სუნნეთს კიდევ. ისეთნაირად რომ არ ექციათ. ხომ? ამისთვის შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამმა ორჯერ რომ გააფრთხილა ამ ნამაზის შესახებ, მესამე ჯერზე თქვა, რომ ვისაც ეს უნდა. ანუ ეს უკვე ვიჩვენებს, რომ ეს არ არის ძლიერი სუნნეთი, როგორც მათ ეწოდება მუექედი სუნნეთი და ეს არის ნებაყოფილებაზე, ჩვენს ნებაყოფილებაზე დატოვებული. ჰადისი გადმოცემულია იმამ ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებულში. და კიდევ ერთი ასეთი გადმოცემა. ისევ იმამ ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებულიდან عن مرثد ابن عبد الله اليزني مرثد بن عبد الله اليزني قد مكتمس روم أتيت عقبة ابن عامر الجهني فقلت ابن عامر الجهنيستان ميودي دماس بتخاري ألا أعجبك من أبي تميم يركع ركعتين قبل صلاة المغرب أبو تميم مس ساكتيلي أرجيك ميس شناو ის საღამოს ნამაზის წინ დგება და ორ მუხს ლოცვილობს. და ასე რომ იქცევა არ გიკვირსო? فقال عقبة عقبة მასე მიპასუხა. عقبة არის თაბიინთაგან ერთ-ერთი. უფრო სწორედ საჰაბეთაგან ერთ-ერთი. სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამის პერიოდში მაცხოვრებელი ყოფი ადამიანი. إنا كنا نفعله على عهد رسول الله صلى الله عليه وسلم. ჩვენ მაგას შუამავლის დროს ჩვენს ვაკეთებდით. საჰაბამ უპასუხა.
ანუ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ აღშამ ნამაზის წინ ორ მოხს ლოცულობს ეგ კაცი. მაგაში გასაკვირი არაფერი არ არის, შუამავალ ალეისალათუ ვესალამის დროს მაგას ჩვენც ვაკეთებდით. qultu fema yamna'uka al-an მაშინ ახლა რა გიშლის ხელს რომ ახლა აღარ ლოცულობ, შუამავალის დროს ლოცულობდი, მაგრამ ახლა აღარ ლოცულობ. qala ash-shughlu მან თქვა რომ არ მცალია, დაკავებული ვარ სხვადასხვა საქმეების გამო. ესეც მიუთითებს რომ ეს ჰადისი არის ნებაყოფილებით. არ აქვს მას აუცილებლობა. თორემ თქვათ, როგორც სხვა დანარჩენი სუნნეთები არის იმ კატეგორიიდან რომ ყოფილიყო, საჰაბე არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა რომ არ მცალია და იმიტომ ვერ ლოცულობ მაგნამას. კიდევ ერთი გადმოცემა. ესეც იმამ ბუხარის საჰი ჰადისთან კრებულიდან არის. عن عبد الله بن مغفل عبد الله بن مغفل مغفل يقول الله مسكن قال النبي صلى الله عليه وسلم الله الشوم والمتقوى بين كل اذانين صلاة بين كل اذانين صلاة ثم قال في ثالثة لمن شاء قول اور ezans შორის არის ნამაზი. ყოველ ორ ეზანს შორის არის ნამაზი. და მესამე ჯერზე თქვა მათთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს. ორ ეზანში რა იგულისხმება? ეზანი და ყამეთი. ანუ ყოველ ეზანსა და ყამეთ შორის არის ნამაზი. დილის ნამაზზე ეზანი იკითხება, სანამ ფარზე დავდგებით, სანამ ფარძის ყამეთი შესრულება, მანამდე ორ მოხს ლოცვით. შუადღის ეზანი იკითხება, სანამ ყამეთს იკითხავდნენ, მანამდე 4 მოხს ლოცვით. იქინძე ეზანი იკითხება, სანამ ყამეთს იკითხავენ, მანამდე 4 მოხს ლოცულობთ. ან ორს დროის და სიტუაციის შესაბამისად. საღამოს ამ ჰადისში კონკრეტულად დაკონკრეტებული არ არის საღამოს ნამაზი, მაგრამ ზემოთ წაკითხული ჰადისებიდან გამომდინარე და ზემოთ წაკითხული ჰადისებიც რომ არ იყოს, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ იქაც ეზანსა და ყამეთს შორის შესაძლებელია ნამაზის შესრულება. ასევე ღამის ნამაზთან იასთან დაკავშირებითაც იქაც ეზანსა და ყამეთს შორის შესაძლებელია ნამაზის შესრულება. ამ ჰადისიდან გამომდინარე, სხვა დანარჩენი ვარიანტებიც რომ არ იყოს. عن انس بن مالك رضي الله عنه انس بن مالك გადმოგცემთ კიდევ. كان المؤذن اذا اذن როდესაც მუეზინი ეზანს იკითხავდა, قام الناس من اصحاب النبي صلى الله عليه وسلم შუამავალის საჰაბეებისგან ხალხი ადგებოდნენ, როდესაც ახშამ ნამაზის ეზანს იკითხავდა მუეზინი. يبتدرون السواريه მეჩეთის ბოძების უკან დადგებოდნენ, თითქოს ისინი ცდილობდნენ რომ ერთმანეთს მოასწრან, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ჩქარობდნენ ამ საქმეში. حتى يخرج النبي صلى الله عليه وسلم მანამდე აგრძელებდნენ ამ საქმეს, ვიდრე შუამავალ ალეისალათუ ვესალამი არ გამოვიდოდა. რა იგულისხმება? შუამავალ ალეისალათუ ვესალამი ცხოვრობდა მეჩეთთან ახლოს. მეჩეთის ეზოში იყო მისი საცხოვრებელი ოთახი. როდესაც მუეზინი ეზანს იკითხავდა, იმის შემდეგ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამი გამოვიდოდა თავის საცხოვრებლიდან, შევიდოდა მეჩეთში, გავიდოდა წინ მიჰრაბთან და ჯემაათს ლოცვაზე უწინამძღვრებდა. სწორედ ამ დროის მონაკვეთში, სანამ შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამი იქიდან გამოვა, მეჩეთში მოვა, ამ მომენტში საჰაბეები ცდილობდნენ ორი მუხლი ნაფილე ნამაზი შეესრულებინათ. وهم كذلك يصلون الركعتين قبل المغرب და ისინი ამგვარად საღამოს ლოცვამდე ორ მუხს ასრულებდნენ. ولم يكن بين الاذان والاقامه شيء და ეზანსა და ყამეთს შორის დიდი დრო არ გადიოდა. მცირე დრო იყო და ამიტომ საჰაბეები ჩქარობდნენ, რათა მოესწრათ ამის ლოცვა. قال العثمان ابن جبلة
وأبو داود عن شعبة عثمان بن جبلة دا أبو داودي شعبة كان قد مكتمس روم لم يكن بينهما إلا قليل روم اور مومنت შორის ან ეზანსა და ყამეთ შორის პატარა დროის მონაკვეთის გარდა სხვა დიდი დრო არ რჩებოდა. მაგალითისთვის დღევანდელი სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ. საღამოს ლოცვისთვის შეკრებილია ჯემაათი, მაგრამ უკანვე რაც აბდეს ღებულობს და ჯემაათი ელოდება. ამ შემთხვევაში თუ არის იმის საშუალება რომ მოკლედ ორი მუხლის ლოცვა მოასწროს ადამიანმა დადგება და ილოცავთ ყველა ჯდომას. ან კიდევ მობრძანდება მუბარეკი რამადანი. უზენაესმა ალლაჰმა ყველას შვიდობით სელამეთობით მოგვასწრას. რამადანში ჯერ იფთარს მივირთმევთ, რადგანაც შუამავლალის ისლამის დანებს, როდესაც სუფთა მზად არის, მაშინ არ შეიძლება დადგებით ნამაზზე, ჯერ მიირთვით, იფთარი გააკეთეთ და შემდგომ დადექით ნამაზზე. ამ მომენტშიც ზოგი მალე ამთავრებს ჭამას, ზოგი მალე ვერ ამთავრებს, ზოგი ჭამის შემდეგ აბდესის გასაახლებლად მიდის და რაღაც დროის მონაკვეთი რჩება. ამ დროის მონაკვეთის სრულად გატარება შტობია დადგეს ადამიანმა და ორი მუხლის სუნნეთი შეასრულოს. ისევ ენეს ბინ მალიკი გადმოგცემს, კმაყოფილი იყოს ალლაჰ იმისგან, قال كنا بالمدينة إذا أذن المؤذن ჩვენ მედინაში ვიყავით, როდესაც მუეზინი ეზანს იკითხავდა, საუბარია ახშამნამაზის ეზანზე, لصلاة المغرب ახშამნამაზისთვის ეზანს რომ იკითხავდა, ابتدروا السوارية فيركعون ركعتين حتى إن الرجل الغريب لا يدخل المسجد فيحسب أن الصلاة قد صلي من كثرته من يصليهما. ახშამნამაზის ეზანი როდესაც იკითხებოდა, ხალხი სწრაფად ცდილობდნენ ორი მუხლი ელოცათ ვიდრე ჯემაათით საღამოს ნამაზის ლოცვა დაიწყებოდა მანამდე. ამის მოსწრებას ცდილობდნენ. და ამის მლოცველები იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ ცოტა დაგვიანებული უცხო პიროვნება რომ შემოსულიყო მეჩეთში, იფიქრებდა რომ ფარზი უკვე ილოცეს და ბოლო სუნნეთებს ლოცვილობენ, ასეთი წარმოდგენა შეექმნებოდა. ეს ჰადისი სად არის გადმოცემული? იმამი მუსლიმის საჰიჰ ჰადისთა კრებულში. عن مختار بن فلفل قد مكتمس قال سألت أنس بن مالك رضي الله عنه. أنس بن مالك فكتخه عن التطوع بعد العصر فقال أنس بن مالك სამხრობის ნამაზის, ანუ იქინდის შემდეგ ნაფილეს ლოცვის შესახებ კითხე. فقال და მან ასე მითხრა, كان عمر رضي الله عنه يضرب الأيدي على صلاة بعد العصر. حضرت عمر ხელებზე ურტყამდა იმ ხალხს, ვინც იქინდის შემდეგ ნაფილეს ლოცულობდა. რადგანაც იქინდის შემდეგ უკვე მზე იწყებს ჩასვლას, მეკრუჰი დროში გადავდივართ, რომელ დროშიც ნამაზის ლოცვა მეკრუჰია და ამ დროში მლოცველებს თუ დაინახავდა, მათ ხელებზე ურტყამდა. وكنا نصلي على عهد النبي صلى الله عليه وسلم ركعتين بعد غروب الشمس قبل صلاة المغرب. ხოლო ჩვენ შუამავალ სალამის დროს ლოცულობდით ორ მუხლს მზის ჩასვლის შემდეგ ახშამნამაზის ლოცვამდე. فقلت له და მას ვუთხარი, كان رسول الله صلى الله عليه وسلم صلاهما. ალლაჰის შუამავალმა ეს ორი მუხლი ილოცაო. كان يرانا نصليهما. ის ხედავდა რომ ჩვენ ამას ლოცულობდით. فلم يأمرنا ولم ينهانا. და ის არც ამას მოგვიწოდებდა რომ დადექით და ილოცეთო, ბრძანებითი კილოთ არ გვეუბნებოდა და არც გვიკრძალავდა. ანუ გადმოცემულ ჰადისებში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შუამავალი ალეისალათუ ვესალამი ამ ნამაზს ლოცულობდა. მაგრამ გადმოცემული არის, რომ
ძალიან ბევრი საჰაბე ამას ლოცულობდა და დასაწყისში ჰადისი თქვით რომ შუამალ ალეისალამმა თქვა ახშა ნამაზის წინ ილოცეთ ნამაზი ბოლოს რა დასწინა ვისაც ამის სურვილი აქვს რატომ იმიტომ რომ შუამალ ალეისალამისგან ასეთი წესია შუამალ ალეისალამისგან გადმოცემული სიტყვები რომელიც ბრძანებას შეიცავს იმას თუ რაიმე სხვა გარემოება არ ახლავს რომელიც განგვიმარტავს რომ ეს არ არის ფარზი ვაჯიბი და ასე შემდეგ მაშინ აღიქმება როგორც სავალდებულო ამიტომ შუამალ ალეისალამმა ესეთი სიტყვები კი წარმოთქვა მაგრამ იქვე დასწინა რომ ვისაც ეს უნდა ანუ ვისაც ამ დროს ლოცვა უნდა ლოცვის დრო აქვს მას შეუძლია ილოცოს აქედან გამომდინარე ეს ზემოთ წაკითხული ჰადისიც იმამ მუსლიმის საჰი ჰადის დაკრებულიდან არის და ამ ჰადისებზე დაყრდნობით მეზების სწავლულებს შორის არის სხვადასხვა გვარი შეფასებები. მალიქი და ჰანეფი მეზჰების მიხედვით მაგ დროს ლოცვა მეკრუჰად არის მიჩნეული. მეკრუჰად მიჩნევის მიზეზი გახლავს ის რომ ნამაზის ფარზი ნამაზის ლოცვის ყველაზე საუკეთესო დრო არის პირველივე მომენტი ნამაზის დრო დადგება თუ არა პირველივე მომენტი და ამ ნამაზის ლოცვის შემთხვევაში ხდება ახშამ ნამაზის დაგვიანება მათი განმარტება ეს არის და კიდევ სხვა 1-2 გადმოცემა არის რომელშიც ნათქვამია რომ არ ლოცულობდნენ და ასევე შუამალ ალეისალამის ის განმარტება რომელიც ბუხარიში არის რომ ვისაც უნდაო ანუ სავალდებულობა და რაღაც აუცილებლობა რომ არ დაუწესებია შუამალ ალეისალამს კიდევ ის გარემოებაც ამყარებს მათ ამ პოზიციას ის რომ შუამალ ალეისალამს ეს არ ულოცავს და მხოლოდ საჰაბები ლოცულობდნენ ამას შაფი მეზებში ეს ნამაზი ითვლება სუნნეთად იმიტომ ჩვენთვის უცხოა იმიტომ შეიძლება ბევრ ჩვენგანმა პირველად მოვისმინეთ ასეთი ინფორმაცია იმიტომ რომ ჩვენში რახან ჰანეფი მეზების სწავლება არის ძირითადად აქედან გამომდინარე ამ მეზებში ეს არ არის დიდად რეკომენდირებული ამ ნამაზის ლოცვა ხოლო ჰანბელი მეზებში არის ეს ნამაზი მიჩვეული დასაშვებად ანუ თუ ილოცავ მეკრუჰი არ არის მაგრამ თუ არ ილოცავ არც ამის ულოცავობა არის მეკრუჰი და მოუწონარი ასეთი შეფასება აქვს იმ მეზებშიც აქ ჩვენ ახლა ერთ დეტალზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რომ ჰანეფი მეზების და მალიქი მეზების სწავლულები ამბობენ რომ ამ ნამაზის ლოცვა მეკრუჰია რადგანაც ახშა ნამაზი დაგვიანდება თუ ამ ნამაზის ლოცვა მეკრუჰია იმის გამო რომ ახშა ნამაზის ლოცვა დაგვიანდება სხვა საქმით დაკავებული ადამიანი რომელიც ახშა ნამაზის დრო მოსულია და არ ლოცულობს ის სხვა საქმე რა იქნება როცა ნამაზზეც კი ამბობენ სწავლულები რომ ეს არის მეკრუჰი და უკეთესია რომ დავდგეთ და პირველსავე მომენტში ფარზი ვილოცოთ ამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ სწავლულების წინაშე ფარზის თავის დროზე ლოცვა ვფიქრობ ეს მხოლოდ ეს საკითხიც კი ჩვენთვის საკმარისი გაკვეთილი უნდა იყოს რომ ვიჩქაროდეთ ნამაზის თავის დროზე ლოცვას გარდა ამისა მიუხედავად იმისა რომ თქვა ჰანეფი მეზების მიმდევრები ვართ იგივე სიტუაციებში რაც ცოტა ხნის წინ ვახსენე რომ თქვა ჯემაათი ელოდება ვიღაცას ვიღაც დაგვიანებული აბდესღებულობს ან სხვა რამის გამო ვერ ხერხდება თავის დროულად ლოცვა თქვილა ჯდომას დადგომა და ამ ნამაზის ლოცვა ჯობია რა თქმა უნდა და უფრო უკეთესია კიდევ ერთი გადმოცემა عن عبد الله ابن عمر رضي الله عنه عبد الله بن عمر გადმოგცემთ ეს არის حضرت عمرის შვილი أن رسول الله صلى الله عليه وسلم كان يصلي قبل الظهر ركعتين რომ ალლაჰის შუა მავალი ამ გადმოცემის მიხედვით შუა დღის ლოცვის წინ 2 მოხს ლოცულობდა وبعدها ركعتين და მის შემდეგაც 2 მოხს ლოცულობდა وبعد المغرب ركعتين და საღამოს ლოცვის ანუ ახშა ნამაზის ლოცვის შემდეგ 2 მოხს ლოცულობდა وفي بيته და ამ 2 მოხს თავის სახლში ლოცულობდა
ჩვენ არაერთხელ ავხსენით ეს საკითხი ლექციებში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სუნნეთებს თავის სახში ლოცულობდა. თუ წინა სუნნეთები იყო ჯერ ილოცავდა, შემდგომ გამოვიდოდა მეჩეთში, ბარც რომ დაასრულებდა, შემდგომ მიდიოდა თავის სახში და იქ ლოცულობდა სუნნეთებს. იმიტომ რომ ავიღოთ ასეთი გარემოება, თქვათ ადამიანი ახლოს ცხოვრობს მეჩეთთან და ყველა ნამაზს ჯამეში ლოცულობს. სახლი ულოცავი ხომ არ დარჩება. სახსაც ხომ უნდა კონდეს ნამაზიდან თავისი ნასიბი. შუამავალი ალეიჰი ვასალამი სწორედ მეჩეთის ეზოში ცხოვრობდა და სუნნეთებს სახში ასრულებდა, ფარძებს მეჩეთში. ამიტომ თუ ახლოს ცხოვრობთ მეჩეთთან, უკეთესია სუნნეთის სახში შევასრულოთ, შემდგომ ფარძზე გადმოვიდეთ. რა თქმა უნდა, ახლა იმდენად ახლოს უნდა ვიყოთ, რომ ფარძზე გადმოსვლაში ჯემაათზე არ დავაგვიანოთ. თუ შორს ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, არც ჯამეში სუნნეთის ლოცვა არ არის აკრძალული. وبعد العشاء ركعتين ასევე იასის შემდეგ, ანუ ძილის წინა ნამაზის შემდეგაც ორ მოხს ლოცულობდა. وكان لا يصلي بعد الجمعة حتى ينصرف ويصلي ركعتين და ჯუმაზეც ვიდრე ჯამიდან მეჩეთიდან არ გავიდოდა, მანამდე არ ლოცულობდა და როდესაც გავიდოდა, ლოცულობდა ორ მოხსა. ანუ საუბარია რაზე, რომ ჯუმის დასრულების შემდეგ გავიდოდა და ამ ორ მოხს სახში ილოცავდა. კიდევ ერთი ჰადისი არის ამის შესახებ, ჯუმასთან დაკავშირებით, ჩვენ თემა ჯუმა არ არის, მაგრამ რახან შევეხეთ ჰადისი შეეხო, მინდა მოკლე განმარტება გავაკეთო, შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს. ჯუმა დღეს, ჯუმის ლოცვის შემდეგ არის ორი მუხლის სუნნეთის ალოცავი. როდესაც მიდის ადამიანი და ამას ლოცულობს სახში, მაგრამ თუ მეჩეთში რჩებით, მაშინ 4 მუხლად ილოცეთ. ამიტომ ლოცულობთ ჩვენ ჯამეში 4 მუხს ჯუმის შემდეგ. თორემ ვინც მიდის წამსვლელისთვის არის 2 მუხლი. დღეს შეიძლება ვიღაცა სახში არ ეჩქარებოდეს, მაგრამ თქვათ დაკავებული იყოს სამსახურიდან მცირე დროით კონდეს ნება აღებული ან სასწავლებლიდან და ასე შემდეგ. და მიეჩქარებოდეს, რომ იქ დაფიქსირდეს, გამოცხადდეს და შემდგომ იქინდის მოსვლამდე გამონახავს იმის საშუალებას, რომ ის 2 მუხლი, რომელსაც შუამავალი ალეიჰი ვასალამი სახში ლოცულობდა, ის 2 მუხლი იქ შეასრულოს. ამ შემთხვევაში ასეთნაირი საქციელიც მიღებულია და სუნნეთის შესაბამისია. კიდევ ერთი ჰადისი عن عبد الله ابن شقيق عبد الله بن شقيق გადმოგცემს, მაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. قال سألت عائشة عن الصلاة رسول الله صلى الله عليه وسلم عن تطوع. მე ალლაჰის შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამს უпростоრად მე აიშა რადიალლაჰუ ანჰას კითხე შუამავლის ნაფილე ნამაზების შესახებ. فقالت და მან თქვა كان يصلي في بيتي قبل الظهر 4. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ჩემს სახლში, ჩემს საცხოვრებელ ოთახში ევლის წინ, შუადღის ნამაზის წინ 4 მოხს ლოცულობდა. ثم يخرج فيصلي بالناس. შემდგომ გადიოდა და ხალხს ალოცვებდა, უწინამძღვრებდა ნამაზზე. ثم يدخل فيصلي ركعتين. შემდგომ დაბრუნდებოდა, შემოვიდოდა სახლში და 2 მოხს კიდევ ლოცულობდა. وكان يصلي بالناس المغرب. შემდგომ საღამოს ნამაზს ალოცვებდა ხალხსა. ثم يدخل فيصلي ركعتين. وكان إذا طلع الفجر صلى ركعتين. და როდესაც გათენდებოდა, კიდევ 2 მოხს ილოცავდა ნამაზის ფარზის შესრულებამდე სახში, რა თქმა უნდა. ამ ჰადისშიც და კიდევ ზემოთ ჩვენს მიერ წაკითხულ ჰადისშიც შევეხეთ ძილის წინა ნამაზის ფარზის შემდეგ 2 მოხს სუნნეთს. ხოლო ფარზის წინ ნამაზის შესახებ კონკრეტული ჰადისი არ არსებობს. რომ კონკრეტული აკონკრეტებდეს, რომ 4 მუხლის ალოცავი, ასეთი ჰადისი არ არსებობს.
მაგრამ არსებობს ჰადისი ყოველ ეზანსა და ნამაზ შორის ყოველ ორ ეზანს შორის, ანუ ეზანსა და ყამეთ შორის არსებობს ნამაზი და ამ ჰადისზე დაყრდნობით შესაძლებელია სწავლები აკეთებენ განმარტებას, რომ ამ ჰადისზე დაყრდნობით შესაძლებელია იასის წინაც შესრულდეს სუნნეთი ნამაზი, როგორც თქვა ტრადიციულად არ არის ახშა ნამაზის წინ სუნნეთის ლოცვა, მაგრამ არსებობს ჰადისები იმის მსგავსად. ოღონდ ერთი რაღაცა უნდა გვახსოვდეს, რომ დაკონკრეტებით 4 მოხლიანი სუნნეთი ასეთი იას არ აქვს წინედან. და ჩვენს მიერ წასაკითხი ჰადისები ამით ამოიწურა. დავასრულეთ ყოველდღიური 5 ნამაზის თანდევი სუნნეთების შესახებ ჰადისები და მინდა ერთი ყუდსი ჰადისი წავიკითხო ზოგადად ნაფილებსა და სუნნეთებს რაც ეხება. عن أبي هريرة رضي الله عنه أبو هريرة قد مكتس قاقوفيلي قص الله مسكان قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله يشوى والماء تكوى إن الله قال وجولات الله سبحانه وتعالى مزنا وما تقرب إلي عبدي بشيء أحب إلي مما افترضت عليه وجولات ჩემი მსახური იმაზე უფრო მისაღები და ჩემს წინაშე საყვარელი საქმით ვერაფრით დამიახლოვდება, რაც არის ფარძები, რომლებიც მე მისთვის ფარძად მაქვს დაწესებული. ფარძზე უფრო საყვარელი და მისაღები საქმით ჩემი მსახური მე ვერ დამიახლოვდება. ეს რას ნიშნავს? ნაფილებს დიდი მადლი აქვს, ნაფილე კარგია, მაგრამ ფარძზე წინ არ არის. მომბრძანდება რამადანი. რამადანს თან ახლავს თარავის ნამაზი. კარგია რომ ჯამეები ივსება თარავის მლოცველებით. ცუდი არ არის. ამ ხალხმა ისე უნდა გააგრძელოს ჯამეების ავსება და ლოცვა, მაგრამ უნდა იცოდნენ რომ იმაზე უფრო ძვირფასი და ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას წინაშე მიღებული საყვარელი საქციელი არის ალლაჰთან ფარძით დაახლოება. ფარძი არის ყოველდღიური 5 ნამაზი. რამადანის მარხვა და ასე შემდეგ სხვა ფარძები. وما يزال عبدي يتقرب إلي بالنوافل حتى أحبه ხოლო როდესაც ჩემი მსახური სისტემატიურად ცდილობს მე დამიახლოვდეს ნაფილებით. ანუ ფარძი მოგვარებული აქვს, ფარდში რაიმე პრობლემა არ აქვს და დამატებით ცდილობს ნაფილებით მე დამიახლოვდეს და ამას სისტემატიურ სახეს აძლევს. ბოლო ამის შედეგი ის იქნება რომ მე ამ ადამიანს შევიყვარე. ანუ ალლაჰის საყვარელი ყული გახდება. ღმერთმა ყველას ნასიბი გაუხსნას. فإذا أحبته როდესაც მე მას შევიყვარებ, რა მოხდება? რანაირი ცვლილებები დატრიალდება ამ ადამიანში? كنت سمعه მე ვიქნები მისი სმენა. ანუ მე ვიქნები მისი სმენა იმას ნიშნავს რომ მე რაც მომწონს მე რაც მისთვის ჰალალად მაქვს დაწესებული იმის გარდა სხვა არაფერს შეუშვებს ყურში. كنت سمعه الذي يسمع به მე ვიქნები მისი სმენა რომლითაც ისმენს. وبصره الذي يبصر به და მე ვიქნები მისი ხედვა რომლითაც ის ხედავს, ანუ ჰარამს არ შეხედავს ეს ადამიანი. ويده التي يبطش بها და მე ვიქნები მისი ხელი რომლითაც რამეს აკეთებს, იჭერს, სადმე კიდებს ამ ხელს, ანუ ჰარამისკენ ის ხელი არ წავა, ჰარამს არ მოკიდებს. ورجله التي يمشي بها და მე ვიქნები მისი ფეხი რომლითაც ის დადის, ჰარამ გზაზე ის ფეხს არ გადადგავს. وإن سألني لأعطينه თუკი ის მე რამეს მთხოვს მას აუცილებლად მივცემ. ولئن استغاثني لأعذنه ხოლო თუკი მე თავშესაფარს მთხოვს ჩემგან მოელოდინება თავშესაფარს მე იმას აუცილებლად შევიფარებო ზანებს ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა. რა თქმა უნდა ეს ჰადისი გძელია მე მოკლე ნაწილი ავიღე რაც ნაფილე ნამაზებს ეხებოდა.
ჰადისი გადმოცემულია იმამ ბუხარის საჰი ჰადისთა კრებულში. ალჰამდულილლაჰი რობბილ ალემინ, ასსალატუ ვაссალამუ ალა რასულინა მუჰამმედინ ვა ალა ალიჰი ვა ასჰაბიჰი აჯმაინ.